თუ შენდობას ყოველი ჩემი შესვენებისა ნახევარი საუკუნე პატრიარქი ეპოქა დასრულდა. 17 მარტს თბილისის დროით 21 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორე ამ დროისთვის საპატრიარქოს რეზიდენციაშია დასვენებული, მიმდინარეობს ბოლო სამზადისი წმინდა სინოდის დასაწყებად. სინოდის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი პატრიარქის დაკრძალვის დეტალები. დღესვე ილია მეორეს სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც პანაშვიდები გაიმართება. პატრიარქი ყველაზე ხანგრძლივი დროით ილია მეორე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი 59 წლის განმავლობაში იყო. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურად მაშინდელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი 1977 წლის 23 დეკემბერს სიონის ტაძარში გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე ერთხმა დაერჩიეს. 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში გაიმართა პატრიარქის ინტრონიზაცია. საქართველოში დღეს გლოვის დღეა. კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე წუხელ სახელმწიფო დროშები დაუშვეს. საქართველოს სამძიმრის წერილებს იღებს დიპლომატიური უწყებები და სხვადასხვა ქვეყნის საპატრიარქოები. ქართველ ხალხს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალებას უსამძიმრებს. პირველი, ვინც საქართველოს ეკლესიას ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა, უკრაინის ეკლესია იყო.